ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პროკარიოტულ და ეუკარიოტულ უჯრედებზე და ვნახეთ მათ შორის არსებული ძირითადი სხვაობები. ამ სლაიდზე წარმოდგენილია ეუკარიოტული უჯრედი და მასში არსებული ორგანელების სქემატური გამოსახულება. უჯრედი შეიცავს უჯრედის მემბრანას, რითაც ის გარშემორტყმულია, ბირთვს, რომელიც ხშირად მის ცენტრშია მოთავსებული და მთელ რიგ ორგანელებს, როგორიც არის ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის კომპლექსი, მიტოქონდრია, ლიზოსომები, რიბოსომები და სხვა. თითოეული ამ ორგანელის ფუნქცია და სტრუქტურის დეტალური განხილვა არ არის ჩვენი კურსის მიზანი. ჩვენ მხოლოდ შევეხებით ბირთვს და მასში არსებულ უმცირეს ნაწილაკებს. ბირთვი. ბირთვი ეს არის ეუკარიოტული უჯრედის ძირითადი კომპონენტი. მისი ფუნქცია არის დნმ-ის მოლეკულებში კოდირებული მემკვიდრეობითი ინფორმაციის შენახვა, აღწარმოება და გადაცემა. განარჩევენ ბირთვის ორ მდგომარეობას. უჯრედის ორ თანმიმდევრულ გაყოფას შორის პერიოდში არსებულ ინტერფაზულ ბირთვს და გაყოფად ბირთვს. ინტერფაზული ბირთვი უზრუნველყოფს ცილის სინთეზის პროცესებს. გაყოფადი ბირთვი კი უჯრედების რაოდენობის ზრდას და მათში მემკვიდრეობითი ინფორმაციის თანაბარ განაწილებას. როგორც უკვე ვთქვი, ბირთვი ძირითადად უჯრედის ცენტრშია განლაგებული და ძალიან მცირე ზომისაა. მისი დიამეტრი 0,5 მიკრომეტრიდან 5 მიკრომეტრის ფარგლებში მერყეობს. ზოგიერთი მომწიფებული უჯრედს ბირთვი არ გააჩნია, მაგალითად უზუმწოვრების ერითროციტები. ხოლო ძალიან დიდი ზომის უჯრედები ხშირად რამოდენიმე ბირთვიანია, მაგალითად კუნთოვანი უჯრედები. ბირთვი შედგება ბირთვის გარსისაგან, რომელსაც კარიოლემას უწოდებენ, ბირთვის წვენისაგან, რომელიცაც კარიოპლაზმა ქვია, ქრომატინისაგან, ერთი ან რამოდენიმე ბირთვაკისაგან. ბირთვის გარსი არის ორი ერთმანეთის სიახლოვეს განლაგებული მემბრანა. ბირთვის გარსის გარე მემბრანა ციტოპლაზმისკენ მიმართულ ზედაპირზე განლაგებულია რიბოსომები. და ცალკეულ უბნებში გარე მემბრანა მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადის მემბრანებთანაა შერწყმული. ბირთვის წვენი, ანუ კარიოპლაზმა, უსტრუქტურო მასაა. და ამავე დროს ბირთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, როგორც უკვე ვთქვით, არის ქრომატინი. ქრომატინი არის ქრომოსომების ძირითადი სტრუქტურული საფუძველი. ქრომატინი იღებება სპეციალური საღებავებით და ამიტომაც უწოდებენ მას აი ამ სახელს. უჯრედის გაყოფის დროს ქრომატინისგან ქრომოსომები ფორმირდება. თავის მხრივ ქრომატინის სტრუქტურული ერთეულია ელემენტარული ფიბრილა და ჰისტონები. ინტერფაზულ ბირთვში, ანუ მოსვენების მდგომარეობაში, არა გაყოფის დროს, განარჩევენ ჰეტეროქრომატინსა და ეუქრომატინს ქრომატინის კონდენსაციის ხარისხის მიხედვით. ბირთვი შეიცავს ერთ ან რამოდენიმე მომრგვალო ფორმის ბირთვაკს და ბირთვაკი მემბრანითაა შემოსაზღვრული. ბირთვაკის ძირითადი ფუნქცია არის რიბოსომების სინთეზი. და გადავდივართ ჩვენი კურსის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომელსაც ქვია ქრომოსომები. ქრომოსომები ეს არის უჯრედის და ორგანიზმის მემკვიდრული ინფორმაციის შემცველი სტრუქტურები და ინტერფაზულ ბირთვში ეს ქრომოსომები ესეთი ძაფების სახით არის წარმოდგენილი და მათი ფორმისა და ზომის გარჩევა ხშირად რთულია. ქრომოსომების რიცხვი სხვადასხვა სახეობებში, თუმცა ერთია მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ყველა უჯრედში. ადამიანის დიპლოიდურ უჯრედში 46 ქრომოსომაა. ქრომოსომები. ქრომოსომას აქვს პირველადი სარტყელი, რომლის ზონაში ცენტრომერაა ლოკალიზებული. მისი მდებარეობის მიხედვით ქრომოსომა შეიძლება იყოს მეტაცენტრული,
ცენტრომერა ქრომოსომის შუაში ან თითქმის შუაში მდებარეობს და ორივე მხარე თითქმის ტოლია. სუბმეტაცენტრული, ანუ არათანაბარ მხრიანი. აკროცენტრული, როდესაც ერთი მხარი მეტად გრძელია, მეორე კი ძალიან მოკლე და ტელოცენტრული, ანუ ჭხირისებური. ცენტრომერა ქრომოსომის ბოლოშია ამ დროს მოთავსებული. ეუკარიოტული უჯრედის ქრომოსომათა ერთობლიობა, ანუ ქრომოსომათა კომპლექტი, მორფოლოგიურად ერთნაირი ჰომოლოგიური ქრომოსომული წყვილებისგან შედგება. სასქესო უჯრედებს კი ამ ჰომოლოგიური ქრომოსომების თითოეული წყვილიდან მხოლოდ თითო აქვს. ყველა სახეობას ევოლუციის პროცესში ჩამოუყალიბდა მათთვის დამახასიათებელი კარიოტიპი, ანუ ქრომოსომების რაოდენობა, განსაზღვრული რაოდენობა და განსაზღვრული თვისებების მქონე. ამ თვისებებში იგულისხმება მორფოლოგია, ცენტრომერის მდებარეობა, მეორეული სარტყელობის არსებობა და ასე შემდეგ. კარიოტიპი სახეობის არსებით კრიტერიუმს წარმოადგენს. კარიოტიპი შეიძლება გამოისახოს კარიოგრამის მეშვეობით, აი აქ არის წარმოდგენილი კარიოგრამა, სადაც ქრომოსომები დალაგებულია ზომებისა და ცენტრომერის მდებარეობის მიხედვით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დადგენილი იქნა, რომ ქრომატინი აგებულია სუბერთეულებისაგან, ნუკლეოსომებისაგან, რომელიც თავის მხრივ შედგება ჰისტონური ცილებისგან და მასზე დახვეული დნმ-ის ჯაჭვისაგან. თითოეულ ნუკლეოსომაზე დნმ-ის ორი მარყუჟია წარმოდგენილი. ნუკლეოსომების დახასიათებისას ჩვენ ვახსენეთ დნმ, რომელიც და ახლა დეტალურად განვიხილავთ რა არის დნმ. დნმ ეს არის ნუკლეინის მჟავები, რომელიც თავის მხრივ მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთია და მასში მემკვიდრული გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და თაობიდან თაობაში გადაცემა უზრუნველყოფს. ნუკლეინის მჟავები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იქნა აღმოჩენილი და ბუნებაში არსებობს ორი ტიპის ნუკლეინის მჟავა, რომლებიც აგებულია ერთმანეთთან ესე იგი, ბუნებაში არსებობს ორი ტიპის ნუკლეინის მჟავა, რომლებიც ერთმანეთისგან აგებულებით და ფუნქციებითაც განსხვავდება. ერთი მათგანი ეს არის დეზოქსირიბოზა და მას დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა ქვია და მეორე ეს არის რიბონუკლეინის მჟავა. დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, ანუ მოკლედ დნმ, ეს არის უზარმაზარი მოლეკულური მასის ბიოპოლიმერი, რომელიც შედგება შედარებით მარტივი, მაგრამ საკმაოდ რთული სტრუქტურის მქონე ერთეულებისაგან.